დღეს რუსეთში არის ეგრეთ წოდებული ომის ეკონომიკა, რაც გულისხმობს მთლიანად სახელმწიფოს სამხედრო პრიორიტეტებზე მორგებას და არა მდგრად ზრდაზე ან დივერსიფიცირებულ განვითარებაზე. სამხედრო სექტორის განვითარებაში კი ტრიალებს სახელმწიფო და არა კერძო სექტორის ფული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც ისე მომგებიანია. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა 2.5%-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ათასობით მოქალაქე ომში იღუპება ან ფრონტზეა მობილიზებული. ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს ისიც განაცხადა, რომ რუსეთში კადრების სიმწირეა, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. შრომის ბაზარზე მუშახელის კლება ხელფასების ზრდას იწვევს, რადგან როცა კადრი ცოტაა, დამსაქმებლებს მათი მოზიდვა უფრო მაღალი ხელფასით უწევთ. და სწორედ ამიტომ 2023 წლიდან 2024 წლამდე რუსეთში ხელფასები თითქმის 20%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციასაც კი აჭარბებს. ანუ წესით რუსები დღეს უფრო მაღალშემოსავლიანები უნდა იყვნენ ვიდრე ომამდე, მაგრამ საქმე არც ასე მარტივადაა. თუ სამხედრო სექტორში ხარ, ტანკებს, იარაღსა და თავდაცვით ტექნოლოგიებს აწარმოებ, მაშინ შენი შემოსავალი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაგრამ თუ მაგალითად მანქანებს ყიდი და ავტოდილერი ხარ, დიდი ალბათობით კარგავ თანამშრომლებს, ან იძულებული ხარ ხელფასები გაზარდო, მაშინ როცა შენი კომპანიის შემოსავალი არ იზრდება. ამ დროს კომპანიებმა შეიძლება მიმართონ საბანკო სესხს, რომ მოგება დააკომპენსირონ და ხარჯები გაიზდუმრონ. მაგრამ როგორც დასაწყისში ვახსენე, დღეს რუსეთში საპროცენტო განაკვეთი 20%-ს აღემატება. გაზრდილ ხელფასებთან ერთად კიდევ კოლოსალური საპროცენტო განაკვეთის გადახდა, გაყიდვების სტაგნაციის ან კლების ფონზე კი ფაქტიურად გაკოტრების რეცეპტია. ამიტომ 2025 წელს კორპორატიული გაკოტრების შემთხვევები რუსეთში 20%-ითაა გაზრდილი და 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი დახურვის პირასაა. ამიტომ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ომის დასაწყისში მუშაობდა, 3 წლის შემდეგ სისტემურ პრობლემად გადაიქცა. თუ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 3.5-4%-ით გაიზარდა, 2025 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 0.5-1.5%-ია. სამხედრო სექტორისათვის საჭირო ქარხნები უკვე აშენებულია და ომის ეკონომიკაზე გადასვლა ფაქტობრივად დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში განვითარების ან ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურულია. შესაბამისად, ვერც ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება მეტად. ომის პერიოდში გაზრდილმა დანახარჯებმა ასევე გაზარდა მოთხოვნა პროდუქციაზე, რომელსაც მიწოდება ვერ დაეწია, რის გამოც რუსეთში დღეს ინფლაცია დაახლოებით 10%-ია. ფასების ზრდა განსაკუთრებით შეეხო პირველადი საჭიროების საკვებს. პური 12%-ით გაძვირდა, კარაქი 30%-ით, ხახვი 33%-ით, ხოლო კარტოფილი თითქმის 73%-ით.